მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოს თემა არის მარწყვის პარფე. ანუ მარწყვის ნაყინი. ამისათვის გამოვიყენებ გარგრის ჩირს, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან მაგარი, უნდა იყოს ცოტა რბილი. შაქრის პუდრს გამოვიყენებ, ასევე მოხალულ ნიგოს ან თხილს. გამოვიყენებ შოკოლადის ჩიფსებს, ასევე დაგჭირდება აუცილებლად მარწყვი. დაგჭირდება კიდევ ბისკვიტი დაახლოებით 200 გრამი, მეგობრებო. გეუბნებით დაახლოებით, მე ყველა არ გამომიყენებია. ზემოდან მოსასხამად მარწყვის ჯემი გამოვიყენე და არა შოკოლადი. თქვენზე არის დამოკიდებული რაოდენობა, ასევე გამოვიყენებ ნაღებს და აუცილებლად რძეს. დაიმახსოვრეთ, რომ ნაღები და რძე უნდა იყოს ძალიან ცივი და არა ოთახის ტემპერატურის. დავჭრათ ახლა გარგარი პატარა ნაჭრებად. გარგარი იყო ორი სორტის, მეგობრებო. მე ვიყიდე რბილი, ასევე არის მაგრებიც, იმიტომ რომ პარფესათვის გვჭირდება რბილი. შეგიძლიათ საერთოდ არ გამოიყენოთ გარგარი და ჩაანაცვლოთ მაგალითად სხვა რაიმეთი. მე უბრალოდ გავაკეთე დანამატი. დავჭრათ ახლა მარწყვი წვრილ ნაჭრებად. უпроსტად პატარა ნაჭრებად, არ არის წვრილი ნაჭრები საჭირო, მეგობრებო. ხედავთ ვიდეოში თუ რა ზომებად ვჭრი, დაჭერით ზუსტად ისე. ეხლა დავტეხავ ბისკვიტებს, არ დავჭრი და არც დავფშვნი, უბრალოდ დავტეხავ. აი შეხედეთ რამხელა ნაჭრებად დავტეხავ. შეგიძლიათ დატეხოთ მეგობრებო უფრო პატარა ნაჭრებად, მაგრამ მე იმიტომ დავტეხე მოზრდილ ნაჭრებად, რომ როდესაც სითხეს დავასხავ, ამორევის დროს იშლება და კარგავს ზომას. ამიტომ მირჩევნია რომ ოდნავ დიდი ნაჭრები იყოს, რათა შევინარჩუნო საბოლოოდ ის ფორმა და ის ზომა, რაც მე მინდოდა. ეხლა უკვე დავიწყებ ნაღების და რძის გათქვებას. ნაღები, როგორც მე უკვე დაგიწერეთ, გამოვიყენე 400 მილილიტრი, დაუმატებ ეხლა დაახლოებით 5-6 სუფრისკოვს შაქრის პუდრს და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ შაქრის პუდრი და არა შაქარი. ეხლა დავუმატოთ ცივი რძე და მე დავუმატებ ვანილის ექსტრაქტი, რომელსაც ძალიან განსხვავებული არომატი მიცა. ეხლა ვიწყებთ თქვეფას, მეგობრებო, რაც შეიძლება საშუალო სიჩქარეზე. არა დაბალ სიჩქარეზე, საშუალო სიჩქარეზე. აი როგორც ხედავთ, უკვე ნელ-ნელა დაიწყო შესქელება, მე უბრალოდ გადავახვიე ვიდეო, მეგობრებო, ამ მომენტში. აი ხედავთ უკვე თუ როგორ ხაზავს მიქსერის სათქვეფი. აი როდესაც დაიწყებს ქაფის მოყენებას, უკვე მზად უნდა იყოთ, რომ ნელ-ნელა მოუმატოთ სიჩქარეს. ეხლა ბოლომდე ავუწევ სიჩქარეს და ვთქვიფავ კიდე დაახლოებით 40 წამით. დამოკიდებული არის თქვენი მიქსერის სიმძლავრეზე. აი უკვე ხედავთ მეგობრებო თუ როგორ შესქელდა, ეს კონსისტენცია უკვე საკმარისი არის და 10 წამში გავთიშავ მიქსერს. ეხლა გაჩვენებს კონსისტენციას. შეეცადეთ რომ არ იყოს სქელი, იმიტომ ჩვენ სქელი არაფერში არ გვჭირდება და არ გამოგვადგება. გადამაქვს ეხლა მოზრდილი ზომის ჯამში. აი ეს კონსისტენცია არის იდეალური პარფესათვის. თქვენ ჩემ არხზე იხილავთ კიდევ რამოდენიმე პარფეს, ანუ ნაყინს. ეს არის უგემრიელესი ფრანგული დესერტი, მეგობრებო. დამიჯერეთ. არის ძალიან გემრიელი. გირჩევთ რომ ერთხელ მაინც მოამზადოთ. აი ხედავთ თუ როგორი ფაფუკი არის. ეს ფაფუკე მოგცა შაქრის პუდრმა ნაღებთან და რძესთან ერთად შეთქვეფილმა. არ წარმოგიდგენიათ მეგობრებო თუ რა ფაფუკი არის. აი ზუსტად ასეთი ფაფუკი უნდა იყოს. როდესაც
ზედმეტად გადათქვიფავთ ნაღებს არ ძეს, მიიღებთ მძიმე კონსტიტუციის კრემს. არ იქნება ანუ ფაფუკი, ჩვენ ზუსტად გვჭირდება ფაფუკი კრემი, მეგობრებო. ეხლა წეხან დავუმატე გარგარი და კარგად ამოურიე. ეხლა ამ წუთში დავუმატებ ნიგოს, ნიგოზი მე წინასწარ მოვხალე, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ თხილი. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მიწის თხილის, მაგრამ უგემრიელესი გამოდის ნიგზით. ეხლა დავუმატებ კიდევ შოკოლადის ჩიფსებს და აუცილებელი არის შოკოლადის ჩიფსები. შეგიძლიათ უბრალოდ შავი შოკოლადი დაჭრათ პატარ-პატარ ნაჭრებად და ისე შეურიოთ თუ ჩიფსები არ აქვს. დავუმატოთ მარწყვი. თავარი ინგრედიენტი არის მარწყვი და რა თქმა უნდა არის ბევრი, მეგობრებო. აი შეხედეთ თუ როგორ თანაბრად ნაწილდება, არის ულამაზესი. მრავალფეროვანი არის, მეგობრებო. უკვე მზად არის, მე ხელთ გქონდა პურის საცხობი ფორმა. დიამეტრს დაგიწერთ აღწერაში, მეგობრებო. საერთოდ ეს რაოდენობა ინგრედიენტების გათვლილი არის უფრო დიდი ზომის ფორმაზე. თქვენ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ფოდნოსი, მაგალითად, რომელზეც აცხობთ ქათამს, აცხობთ ხორცს ღუმელში და ასევე აცხობთ ქადას. დაიმახსოვრეთ, რომ გვერდები უნდა კონდეს მაღალი. თქვენ შეგიძლიათ რა ფორმის გინდათ და გესიამოვნებათ, იმ ფორმის გააკეთოთ ფრანგული პარფე. ვაფარებ პარკს და ეხა შევდგავ საყინულეში დაახლოებით 4 საათით. კარგად უნდა გაცივდეს და კარგად უნდა გაიბჟნას ბისკვიტმა ყველა არომატი. აი 4 საათის შემდეგ დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ პარკის ჩაფენა ქვემოდან და რატომაც ეხლა გაჩვენებთ. არ გაგიჭირდებათ ფორმიდან ნაყინის ამოღება. აი ხედავთ თუ როგორი ადვილად ამოვიღე ფორმიდან ნაყინი. ეხლა მოვაშოროთ პარკი და დავიწყოთ დეკორირება. დეკორირება არის თქვენზე დამოკიდებული, თქვენ როგორაც გინდათ, ისე გააკეთეთ დეკორაცია. მე გამოვიყენებ მარწყვს, მხოლოდ და მხოლოდ მარწყვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მალინა, თქვენზე არის დამოკიდებული. აი ხედავთ თუ რა ლამაზი არის, მეგობრებო, არომატს უბრალოდ ვერ აგიღწევთ. ზემოდან მოვასხავ უკვე როგორაც გითხარით მარწყვის ჯემს, მე წინასწარ მოვამზადე მარწყვის ჯემი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მეგობრებო, შოკოლადი, მაგალითად შავი შოკოლადის პასტა. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მალინის ჯემიც, მაგრამ გირჩევთ რომ იყოს აუცილებლად მარწყვის ჯემი. აი ესე დავალაგებ ზემოდან უბრალოდ, მეგობრებო. მარწყვებს არ შეგეშინდეთ, არ არის სწრაფად დნობადი. როგორც ხედავთ, არის ძალიან ადვილი მოსამზადებელი. კიდევ გაგიმეორეთ, მეგობრებო, მალე იხილავთ ჩემარხზე რამოდენიმე სახეობის პარფეს, ანუ ნაყინს, ფრანგულს, ასევე მანგოსას. ასევე იხილავთ ყოველგვარი დანამატის გარეშე, იხილავთ ასევე ბისკვიტის გარეშე. დღეს მინდოდა მომემზადებინა ბისკვიტით. ამიტომ გვიყურეთ და ძალიან კარგ ვიდეოებს
გავთავაზობთ ძალიან მალე. აი მარწყვი დავალაგე მეგობრებო, როგორც ხედავთ. აი ეხლა შუაში კიდევ დავუმატებ შუაში გაჭრილ მარწყვებს, უბრალოდ სილამაზის გულისთვის. შემდეგ თქვენთან ერთად გავჭრი მეგობრებო და დავაგემო. გაჭრის დროს გაჩვენებთ, როდესაც ნაჭერს მოვჭრი, გაჩვენებთ თუ როგორი სტრუქტურა აქვს, როგორი ფერები აქვს შიგნიდან. ახალ ვიდეოებს იხილავთ კვირაში 3-ჯერ მეგობრებო, შევეცდები უკვე რომ კვირაში 3-ჯერ ავტვირთო. ეხლა დეკორაციის გამო გვერდზე შემოულაგებ ისევ გარგარს მეგობრებო და მოვაყრი შავ შოკოლადს. ეს არის შოკოლადის ფირფიტები, რომელიც შევიძინე. სხვათა შორის დეკორაციისთვის არის ძალიან მოსახერხებელი მეგობრებო. არ ვიცი საქართველოში იყიდება თუ არა, ზემოდან მოვაყრი შაქრის პუდრს. ასე რომ როგორაც უკვე გითხარით, გარგარი შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ. მე უბრალოდ ძალიან მომწონს გარგარი, ძალიან მიყვარს, როგორაც გითხარით, არსებობს ორი სახის გარგარი, ჩირი, რომელიც არის რბილი და არის მეორე, რომელიც არის ოდნავ მაგარი. თქვენ უნდა გამოიყენოთ თუ გამოიყენებთ რბილს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სხვა ხილიც. აი ხედავთ შიგნიდან მეგობრებო, როგორ არის გადანაწილებული თანაბრად ყველაფერი. ეხლა გადავიდან თეფშზე. აი, ეხლა უფრო კარგად გამოჩნდა. ასე რომ მეგობრებო, გემრიელად მიირთვით, თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი გთხოვთ გამოიწეროთ არხი. დაგვიკომენტაროთ, დაგვილაიქოთ, ასევე გამოიწერეთ ჩემი Facebook გვერდი, Chef Giga BX-ი, მითითებული არის ვიდეოში. იქ შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარში, რისი გაკეთება გესიამოვნებათ. კარგად იყავით, წარმატებებს გისურვებთ.